მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube-ს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს. ქართული ფეხბურთის შესახებ ვიმყოფებით ლონდონში, ჩვენს უკან Kensington Gardens ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკი მთელ მსოფლიოში და რატომ ვართ აქ? ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის საპასუხო შეხვედრა Chelsea PSG ჩამოვიდით აქ რომ ხუჩა კვარცხილეს პირველი ფენომენალური მატჩის შემდეგ არისტოკრატების წინააღმდეგ დღეს ვიხილოთ ქართული ფეხბურთელის მეორე დაპირისპირება ამჯერად უკვე ლონდონში მანამ სრამ დაიწყებთ აუდიტორს ყურებას გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი ხუჩა კვარცხილის PSG Chelsea-ის წინააღმდეგ GeoTeam-ის YouTube არხზე წამომყევით მეგობრებო, ჩამოვედით ინგლისში, თამაში არის ხვალ Chelsea PSG ლონდონში და ჩვენი ლონდონში სტუმრობა ისე ვერ ჩავიდა რომ ლონდონიდან 25 კილომეტრში Watford-ს ავსტუმრობდით, სადაც სამი ქართველი ჩაკვე, საბა გოგლიჩიძე და ნიკოლოზ ჩიქოვანი არიან აქ. ბოლოს როცა აქ ვიყავით, ერთი იყო ჩაკვე და გასამდრენ. ეს რაღაც ამ საუკუნეში არ ყოფილა თან ინგლისში. ასე წარმოგვიდგენთ ინგლისურ გუნდში სამი ქართველი, მოკლედ ახლა ჩავავთ Watford-ში და შევხვდებით ჩვენ ბიჭებს. ჩიქოსთან ერთად ვართ. ნამდვილ ქულიანი დამფი იყო ესე. 10-იანი. იყო 10-იანი? ნო, კაი, გულში მათი უნდა შეაფას. ხო რა, რაღაც ეგრე მეც ეგრე მგონია რა. ნიკოლოზ ჩიქოვანი, Watford-ის ფეხბურთელი, მეგობრებო, რომელიც საფულში გადავიდა Watford-ში, თუმცა ახლა შეუერთდა. ბევრმა არ იცის საერთოდ შენ შესახებ ესე რომ ვთქვა, თუ ფართო მასებმა როცა დაუწერეთ რომ გადმოდიოდი გაგვაცანით ეს ადამიანიო და ასეთ ასაკში ჯერ ეროვნული ლიგაში წარქმნა ბევრი თამაშები, ეგრევე ინგლისში წამოხვედი. შენი ერთ დარასელიას ტურნირზე Watford-ს გავუტანა. ჩიქოვანი ძალიან ლამაზი გოლი. სადაც ამოვანათებ ამას რომ ნახოთ. ხო ის ქუსლით ხო, კი. ჩააწოდა ახლო ძელთან კვლავ დარტყმა და 3-0. განმეორდა ისე ერთი. ძალიან კარგი ჩაწოდება და წინვალე თამაში ნიკოლოზ ჩიქოვანის მხრიდან. ძალიან ბევრჯერ უნდა ვნახოთ ეს. როგორ ფიქრობ, აი მაგან რა როლი ითამაშა ამ ტრანსფერში? ნუ, რა ბევრი უკავშირებს ამას, მაგრამ არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ. უბრალოდ ინტერესი იყო და გადმოვედი ამ გუნდში. ვთვლი რომ ჩემი მომავლისთვის ძალიან კარგი ნაბიჯი იყო და დანარჩენი უკვე ჩემზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენა. რამდენიმე დღის წინ შეგვიძლია მოგილოცოთ პირველი გოლი 21 წლამდე გუნდში. ეს ჩემპიონატის თამაში იყო თუ კი, ჩემპიონატის თამაში იყო და გოლიც გავიტანე და რაღაც საგოლე პასივით გამოვიდა, მაგრამ რამდენად ითვლება საგოლე პასაც, არ ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ გოლი, იმიტომ რომ ახლა აგროვებს სათამაშო პრაქტიკას ჯერ 21 წლამდე გუნდთან ერთად. თუმცა რა შანსებია და როზის შეიძლება გელოდოთ თავარ გუნდში. ჯერ ასაკიც ისეთ რომ წლიანი ხარ 2007-იანი. 2007-იანი. ასაკი შესანიშნავი გაქვს, 5 წლიანი კონტრაქტი გაქვს. კი. როდი შეიძლება ველოდოთ ნიკოლოზ ჩიქოვანს Watford-ის თავარ გუნდში? გუნდი რავი ძალიან კარგად არის ჩემს მიმართ დამოკიდებული. ჯერ რო ჩამოვიდი ორთვიანი ძალიან ინტენსიური ვარჯიშები მქონდა. ცალკე შემდეგ ახლა 21 შევერთდი, იმიტომ რომ ეს დროები სათამაშო პრაქტიკა დავაგროვო და როგორც გუნდი მეუნება უკვე მალე უნდა შევერთდე პირველ გუნდს, როგორც ვარჯიშებზე, რამდენიმე ვარჯიში მომიწია უკვე პირველ გუნდში და როგორც ხელმძღვანელობა მეუნება, რამდენიმე მოკლე დროში უკვე შევერთდე პირველ გუნდს და ჯერ რამდენიმე თამაში უნდა ვითამაშო 21-ში, რომ აი სათამაშო პრაქტიკა დავაგროვო და უკვე მზად ვიყო, რომ ჩემპიონშიპში ვითამაშო, იმიტომ რომ ძალიან ინტენსიური სათამაშოა და ამისთვის უკვე ნელა ვემზადები. შენ ახსენე რომ ფიზიკურად ძალიან მოუმატეო, სანამ კამერას ჩავთვლი 4 კილო მოუმატე უკვე, ხო? კი. რა როგორ რა სჭამა ეგეთ ძალიან რა ვარჯიშებიან, რა მიდგომა საერთოდ აქ. ალბათ ფეხბურთის ძალიან დიდ ცოდნას ამ მომენტში იღებ ახლა ფეხბურთის მომზადების შესახებ საერთოდ. და როგორ შეიცვალა საერთოდ ჩვენი მომზადების რუტინა აქ წამოსვლის მერე?
სიმართლე რო გითხრათ, აქ ძალიან დიდი დატვირთვაა როგორც ჯიმში, ისე მოედანზე, ასევე ნუტრიციონისტი ძალიან მაღალი დონის არის და ყველანაირად იციან როგორ უნდა მოუმატო, თქვათ, წონაში კუნთის მასა თუ ცხიმის დაკრება და რო ჩამოვედი 79 კილო ვიყავი და ეხლა 83 კილო ვარ და იციან რა ეს ყველაფერი ჯიმში თითქმის ყველა დღე და რა თქმა უნდა ანუ რა განსხვავებაა საქართველოში რას არ აკეთებ და რას ეხა აკეთებ ეგრომით საქართველოში ანუ იმდენად არ აქცევენ ყურადღებას ჯიმს როგორც აქ ვარჯიშის წინ ვარჯიშის შემდეგ სულ მძიმე წონებზია და თან ვარჯიშებიც ისეთი ინტენსიურია რომ სულ სირბილი სულ სწრაფი თამაში და ვფიქრობ რომ ეს გეხმარება იმში რომ მოუმატო თქვა ის კუნთი იქნება თუ ის გამძლეობა რაც თამაშზე დაგჭირდება. სამ შემდეგ კითხვაზე გადავა ჩვენი გენერალური მხარდამჭერი ქართულების საყვარელი წყალი ნაბეღლავი ის ნაბეღლავის კითხვას ვიტყვი. ქართველები დაგხვდნენ არა ქართველი დაგხვდა, მე ქართველები გახდით სამნი. ჩაკვეზე რომ მითხრა როგორ დაგხვდა უფროსი ძმის მოვალეობას ასრულებს, იმედი გვაქვს. კი. და რო გითხრა როგორ ჩაკვე იმაზე მაგრად დამხვდა, ვიდრე ველოდი. ძალიან მალე ძალიან მაგარი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ყველანაირად გვერდში მიდგას როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ და მეც ხშირად უყურებ მის ვარჯიშებს. მისგან ბევრ რამეს სწავლობ და მადლობელი ვარ მის, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარა ადაპტირებაში და პირველი 2-3 კვირა ისე მარტივად გავიარე, რომ მეგონა რომ უკვე საქართველოში ვიყავი. აი რაც ოდნას იღებ ბიჭებისგან, რომლებიც ამ მომენტში შენზე გამოცდილები არიან, ბევრად საბა და გიო. ბევრ რამეს ვიღებ, იმიტომ რომ ისე როგორც მოედანზე ასევე მეუნებიან, თქვათ, როგორ შეიძლება აღდგენა ან ნებისმიერი რამე რა. ძირითადად გუნდში ყველაფერს გეუნებიან, თქვათ, როგორ უნდა აღდგენა. ვარ ნამყოფი სხვათა შორის თქვენ ბაზაზე და აი წამალი აღდგეს, მაგასაც ექიმი გაძლეს და აი ყველა დილით ყველა ჭამაზეც ვიყავი შემოსული და ჯარიმა დააწერეს ჩაკვეს იმდენი უჭამი. მომიყვა ეგ. ჩემი სირცხული. ყველაფერს ტაბლეტებით პირველი ჭამის მერე, მეორე ჭამის მერე, რა. ყველაფერი გაწერილია ესე რომ ვთქვათ რა. ველოდებით მოკლედ ჩიკოს მთავარ გუნდში თამაშს და იმედია რომ ჩემპიონშიპში კიდევ ერთი ქართულის დებიუტი შედგება მალე რა. აუცილებლად. ამდეც ინგლისში ვარ და ძალიან ბევრი კითხვა ალბათ რომელიც იყო რატომ იტალიიდან ინგლისში სერიადად ჩემპიონშიპში. ბოლო პერიოდი ცოტა უთამაშებლობა მიეწყო და ზოგადად მე სულ ჩემი შეხედულება იყო რომ არასდროს არ ვეგუებოდი უთამაშებლობას რა. მით უმეტეს იყო რაღაც ოფერები იტალიიდანაც 3-4 გუნდი იყო საკმაოდ ძლიერი, უბრალოდ ისე მოხდა რომ ვოტფორდის ვარიანტი იყო უდინეზიდან თავისთავად. რომ გადავხედოთ სიტუაციას ინგლისში იტალიურ ფეხბურთს თუ ისე უკვე ძალიან კარგად ვიცი. ახალი გამოცდილება ინგლისში გიორგისთან ერთად ყოფნა ფსიქოლოგიურად ქართულთან ერთად ყოფნა ძალიან დამეხმარებოდა. თან მით უმეტეს შრალი იჯარა და ვფიქრობ რომ ღირდა ცდად და დღევანდელი გადმოსახედით უკვე მეხუთე თამაში ვითამაშე მე მგონი ყველა სასტარტო შემადგენლობაში გამართლებული ნაბიჯი იყო ყველა ვარიანტში. ეხლა გიორგისთან ერთად ყოფნა? ძალიან, ანუ უბრალოდ აუცილებელია რა, ზოგადად ფეხბურთელებს ძალიან გვიჭირს. იქიდან გამომდინარე რომ სულ მარტო ვართ რა რაღაცნაირად. როდესაც არ თამაშობ და მაგ დროს მეგობარი ყავს გიორგისთან გვერდით, შეგიძლია გახვიდე, გული გადააყოლო, 1000 რაღაც შეიძლება გააკეთო და ეგ ჭირდება ყველა ფეხბურთელს რა და ეგ გზა იყო ვოტფორდში წამოსვლის, რომ აი გიორგის ფაქტორი, ახალი ჩემპიონატი, ახალი ფეხბურთი, იმიტომ რომ ყველა ჩემპიონატს რაღაც თავის დადებითი აქვს რა. ანუ აქ მაგალითად მცველი შეიძლება განვითარდეს
იტალიას მეტად მეორე სართულზე თამაშში რა. იტალიაში ხა დაცვა ბევრად წინა. ჩემი დადასტურებულად ჩემი ძლევა თქვა რაც ვნახე რა. უბრალოდ მეორე სართულზე ორთაბრძოლები აქ უფრო მეტია. ამიტომ ეს გამოცდილებაც ასე თუ ისე წამოვიღე და ჯერ კიდე დრო მაქვს და ანუ საბოლოოდ ყველაზე მთავარი იქნება რომ ერთ კარგ მცველად ჩამოვყალიბდე იტალია, ინგლისი და ეგ არის მთავარი რა. ამიტომ ფიქრობ რომ სწორი ნაბიჯი იყო ყველანაირად. მე რაც ვიცი იყო ფიორენტინას და ტორინოს ვარიანტები, ვოთ თუნ უდინეზეს არ უნდა და შენი გაშვება სხვა იტალიურ გუნდში. შეუძლია ვთქვა რომ ზაფხულში საბას დაბრუნება იქნება იტალიაში. იმიტომ ეს დამშრალი იჯარა. ნუ ფეხბურთი ცოტა ისეთი ამბავია რომ ზაფხულია, სატრანსფეროა, ანუ ყველაფერი ხდება რა. მე უდინეზეს ვეკუთვნი დღეს. ნუ უდინეზესგან იყო უარი რა თქმა უნდა იტალიურ კლუბებზე ზოგადად უდინეს არც უნდა ჩემი გაშვება და დამპირდნენ კიდეც რომ ვითამაშებდი სტაბილურად. უბრალოდ ესე ვამჯობინე მე რა, ესე მერჩივნა. და ზაფხულში რაც იქნება უდინეზეში დაუბრუნდები თუ რაც იქნება, ყველაფრისთვის მზად ვარ მე. იცი რა მაინტერესებს როგორ ფიქრობ შენ თავიდან რაც მომიჯ მოგეცა შანსი, შემდეგ საერთოდ შანსი არ გეძლეოდა. ვფიქრობ აი იუვენტუსთან თამაშმა განაპირობა ეს ყველაფერი. ნუ რეალურად არავინ არ იცის სიმართლე რა. იუვენტუსთან თამაშის მერე თამაში იყო რომასთან. სადაც სასტარტოში ვიყავი მე. იუვენტუსის თამაშის მერე სასტარტოში ვიყავი. ნუ ესე იყო რომ ტრენერმა რომ მომცა უკვე შანსი სამი თამაში ვითამაშე ძალიან კარგად მეოთხე იუვენტუსი ჩავაგდე რა თქმა უნდა იმიტომ რომ ორ პენალტს რო აიკიდებ ძველი ჩაგდებული ეგ მაგრამ დასაწყისში ვიკიდებ პენალტს და ბოლოს რა ეგ ორი მომენტი რო არ ნახო ალბათ იმ ოთხ თამაში ყველას კარგი მატჩი მქონდა მანდ რა ბურთი თავისუფლად თამაშობდი რა უბრალოდ ჩავაგდე ეგ ორი მომენტი ჩავაგდე თავისუფლად მაგის მერე ვიყავი რომასთან სასტარტოში უბრალოდ ტრავმა უკანა კუთხე ჩამოვედი ტრავმით ნაკრებში ესპანეთთან პირველ ტაიმის მერე გამოვედი ტრავმით დავბრუნდი უდინესში და ანუ ყველაფერი ამასობაში ჩემი კონკურენტი რომელიც ძალიან მაგარი ბიჭია და ძალიან დიდ პატივს სცემ კარგად იყო და ანუ აირია სიტუაცია რა და ანუ აღარც გამოდიოდა იყო მე საშუალება ბევრჯერ რომ მეთამაშა მაგრამ ხდება ხოლმე რა ანუ იყო შემთხვევები როდესაც ჩემ კარიერაში არ მეკუთვნოდა და ვთამაშობდი და იყო შემთხვევები როდესაც ძალიან მეკუთვნოდა და არ ვთამაშობდი ეს ფეხბურთის ნაწილია და ეს ხდება ხოლმე რა ნუ არაფერი არა ისეთი ხვალ არის თამაში სადაც ჩენს გინდა წამოსვლა ჩაკვესაც უნდა წამოსვლა ძალიან და თამაში აქვს რექსენთან როგორი გძნობა როცა ჩამოდის ანუ როგორი გძნობა რა ხარ პროფესიონალები ხართ მე გეთამაშოთ მაგრამ ბევრჯერ ვიხუმრეთ რომ მე მგონი ანუ გასახთელში პირველ ტაიმში ფლეშ კორსში შევდა ახლა ხუჭა ხوار გაიცა ძალიან ის იყო რა სასიხარულო რომ გავიგეთ რომ აქ თამაშობდა მაგ დროს არ ვიცოდით ჯერ რომ რექსენთან იყო 17 თამაში რექსენთან 7-ში იყო თამაში და გადადეს 17-ში რა არ ვიცოდით აი დაუგეგმეთ აი მთელი ამბები რომ აუ სკვარა მოგწევს და სკვარა უეჭველი შეაგდებს რაღაცა ერთი ამბები რა გაგვისწორდება ეგეთები და გავხსენით ეს ფლეშკორი რა გადაიტანეს 17-ში რექსემი ანუ თანი 3-0 ყოფილიყო კიდე გამოვიქცეო ხო იქ 1-2 კილომეტრს დავზოგავდით თამაში და სირბილით პირდა ისე დროსაც ჩასმული რომ აზრია დაჟე ვერც უყურებ. არა, შანსი ხო რა. და როთხო იმას სტადიონის იმას რომ სტადიონზე რო გავუშვან თამაში და რო ახედო ხომ? აუ, არ ვიცი რა, მაგრამ მან ერთადერთი პლუსი ისაა რომ ისე გაიხადა საქმე PSG-მ რა ყვარა. ყვარამ გაუხადა. ისე გააკეთა ყველაფერი რომ მე მგონი დიდად სადარდებელი არ არის ეგ თამაში რა, მაგრამ ნუ მაინც ყველა თამაში სადარდებელია, ლონდონია, ჩელსია, დიდი გუნდია რა მაინც რა. მაგრამ მანამ გონია მან რამე მოხდეს ისეთი თუ რამე ყვარა იქა და ნახოთ რომ ეს ხო თუ რამე ყვარა იქა ეგრე იყო ზუსტად რა უცებ ძალიან ცუდათაა საქმე და ყვარა და ყველაფერი მაგრად დამთავრდა ძალიან ძლიერი
Let's go, my brother. მარტივად მიპოვე? კი ძმა. აბა რა ხოცე ხარ? არასწორი ლოკაცია კი ჩამიგდება. My fault. სტადიონზე მოვედის მეგობრებო და აგერ გაწყობა დიდებული. აკრედიტაცია გენაცვალეთ. აბა კაი კადრები შენც მეც. არას გოლი. არას გოლი გაუცილებლად გჭირდება. შემოვედით და სტადიონზე შევდივართ. რომელი საათია? 2 საათია თამაშის დაწყება და ჯერ ძალიან ადრეა. თუმცა ადგილი უნდა დავიკავოთ ჩვენი. საათ თელი თამაშის განმავლობაში ვიქებით და იქიდან გადავიღებთ. ავედით ანახებს Stamford Bridge, სადაც ახლა შევალთ. სადაც ახლა შევალთ, რომელიც საკმაოდ ლამაზია. ეს თქვენი Stamford Bridge-ი. ასით უყურა. რაც აი Stamford Bridge ევრო ღამე, ჩემპიონთა ლიგის ღამეები ბევრი უნახავს და მე დღეს ერთი ლამაზი ღამე იქნება გოლებით, მაგრამ არა, ნუ ბევრი გოლები ნეიტრალური მაყურებლისთვის და ჩვენთვის რა. იქეთ არის ნეიტრალური მაყურებლისთვის არის. PSG-ს. არასთვის. არის უკან ჩვენი კუთვნილი ადგილი დავიკავეთ. სადაც მთელი თამაშის განმავლობაში ვიდგებით. ხედავთ ჩვენს უკან ბადეებს. რომელიც უსაფრთხოების განკუთვნილი, აქვე არის PSG-ს ფანს სტუმართა სექტორი, სადაც ალბათ შეივსება, ალბათ შემოვლენ, ძალიან ბევრი კომაგი არის ჩამოსული საფრანგეთიდან. მალე კი დაიწყება ფეხბურთელების გახურებაც და გვექნება ბადიანი, ბადე გაკრული სტადიონიდან.
მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში გაიხსნა და ძალიან ხუჭა კვარაცხელია პარიზის შემდეგ ლონდონშიც გაიტანა. ზემოთ ეხა უნდა ყვიროდე ბოლო ხმაზე, თუმცა ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, მთელი საქართველოსთვის. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია მეორე გარდაიცვალა ამ თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე. ლოდუ დევარ თამაშზე, დევარ სტადიონზე და ძალიან ემოციური იყო ის ხუჭამ გაიგო როგორც ჩანს თამაშამდე ამის შეხედა სწორედ ილიამორის ხსოვნას მიუძღვნა ეს გოლი და შენ გენაცვალე ხუჭა. ძალიან კარგი დასაწყისია პარიზისთვის. მე კი ვედია რომ აპატიებ ჩემი ემოციების შესახებ. რა თქმა უნდა არასდროს არ უნდა იჩქარო, თუმცა მე მგონი ყველაფერი დამთავრდა. მე-14 წუთზე ბრედი ბარკოლას გოლით ორბურთიანი ხდება უპირატესობა მეორე მატჩში. PSG იგებს 2-0-ს, მე-15 წუთი დაიწყო. არ ვიცი, ჯერჯერობით ჩელსი საერთოდ ვერც უტევს. გარდა მეგონა რომ აგრესიული დასაწყისი ექნებოდა. მეგობრებო, მატჩის 33 წუთზე ხუჭამ დუბლი გაიფორმა, რომელიც თამაშგარის გამო გაუხდა. ხუჭას პირველი თამაშგან არანაკლები თამაში აქვს. ფენომენალურ შესანიშნავად თამაშობს 34 წუთია და ერთი საუკეთესო თუ საუკეთესო რა ვფიქრობ საუკეთესოც არის და მე კი შეგახსენებთ მეგობრებო რომ ჯეო თიმზე როგორც წინა წლებში ევროპის მატჩების წარდგენია ჰაინეკენი რომელიც უკვე წლებია ჩვენი ერთგული მხარდამჭერია და მადლობა ჩვენი გვერდში დგომისთვის. პირველი ტაიმი დასრულებულია 2-0 PSG-ს სასარგებლოდ. არ შეიძლება ითქვას პირველ ტაიმზე სრული დომინაცია PSG-ს ჰქონდა 2-3 მომენტი Chelsea-ს, თუმცა არა ვერც მოახერხეს გატანა. საფონოვიც ძალიან კარგად იდგა. ჩვენი აზრით შეგვიძლია ვთქვა არის რომ ხუჭას აქვს ძალიან მაგარი თამაში და იმედია რომ მეორე ტაიმში არ ვიქნებით წინააღმდეგ თუ ერთ გოლს გაიტანს კიდევ. ან იყოს კიდევ ორი არ გვაქვს პრობლემა. თუ პირველი და მეორე გოლის შემდეგ თავს ვიკავებდი იმისთვის რომ ყველაფერი დასრულდა 62 წუთზე სენი მაიულუს გოლის შემდეგ ვიტყვი რომ ჩელსი საკუთარ მოედანზე ადგილდება PSG-ს წინააღმდეგ და 3-0 სხვაობა ორი მატჩის ჯამში არის 6 ბურთიანი. მატჩის 73 წუთზე ქართველებისთვის ეს მატჩი უინტერესო გახდა, იმიტომ რომ
ხუჩა კვარაცხელია გაიყვანეს, ყველაფერი დამთავრებულია, თამაშამდე 15 წუთით ადრე 6 ბურთიანი უპირატესობით იგებს ორი მატჩის ჯამში ჩელსი კი არა და PSG ამერია ბოდიშით. ხუჩამ ორივე მატჩში იფრინა, ჯამში ამ ორ თამაში 4 საგოლე მოქმედება ჰქონდა, 3 გოლი, 1 საგოლე პასი და გავიდა დაისვენებს შემდეგი თამაშებისთვის. ასე რომ მაყოფილები ვართ თამაშით, რომელიც ინგლისური გუნდის წინააღმდეგ ორ მატჩიან დაპირისპირებაში კვარა მაჩვენა. მატჩი დასრულებულია 3-0. PSG სასარგებლოდ ჩემპიონის 1/4 ფინალის საგზური. შეგიძლიათ შეგახსენოთ, რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი, რომელიც გვეხმარება გადავიღოთ საინტერესო კონტენტები თქვენთვის. მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის და მინდა მივუცხო ხუჩა კვარაცხელი ზედმეტ მეორე ის მატჩის MVP გახდა. შესანიშნავი შედეგი. გამარჯობა გილოცავთ. კარგად თქვენ როგორ ხარ? კი, ისა. პოლონეთშიც გნახე. მართლა? ხო, მაშინ თამაშზე. გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ და სულ წარმატებები და ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა. ჩაკოს თამაში ქონდა ვრექსემთან და ჩემპიონშიპში თამაში ქონდა. ნაშახური გინახია კუპრასში. კი, ერთად ვიყავთ, ეს აქე უნდა გამოვიდეს ეგეც. ხო, მაგას ველოდები ნახო, ჩემ ბავშვების მეგობარი. მართლა? მე აბა წარმატებები. ზედი ხუჩა ზედმეტ მეორე თამაში MVP სტატუსი და ჩემპიონის მეოთხე ფინალში როგორი შეგრძნება პირველად ჩემს კარიერაში ესეთი რაღაც? ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ წინ ძალიან ბევრი თამაშია და მინდა რომ არ ვიფიქრო ამაზე, ამით არ დაკმაყოფილდა, იმიტომ რომ დღეს შეიძლება რაღაც წარმატებას მიაღწიო, მაგრამ ხოლმე რაღაც გაგიჭირდეს და ამიტომ მინდა რომ სულ ფოკუსირებული ვიყო და გავაკეთო მაქსიმუმი, სანამ ჯერ კიდევ დიდი გზაა ჩემს სეზონამდე, კიდევ ბევრი დაბრკოლება გვექნება და რა ვიცი, მინდა რომ გავაგრძელო ესე შრომობა ამისთვის და იმედი რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა. მარიშანის შემდეგ ეტაპზე მამარდას ლივერპულში შეხვდე, ისურვებდი ზედმეტ მეორე წელს. ნუ რა თქმა უნდა ლივერპული ძალიან რთული მეტოქე იქნება, ესე ვისურვებდით, ხო ვერ ვიტყვი, ნახოთ რომელი გუნდის გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა მამარდას წარმატებას ვისურვებ, გამიხარდება თუ გავლენ, მაგრამ რა თქმა უნდა ალბათ ნახოთ რომელი გუნდი დაიმსახურებს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს. ხუჩა, დღეს ვნახეთ შენი გოლი, თუმცა ასევე ვნახეთ განსხვავებული აღნიშვნა და ვერ ვნახეთ ჰაკიმის ერთ აღნიშვნა, ალბათ რაღაც გაკურვებული იყო, ვერ მიხვდა რატო და ალბათ რაღაც სათქმელიც გექნება. კი, ალბათ მე აუხსნი რა სიტუაციაც იყო. არც მინდოდა ასე ვთქვათ, მოხლებზე გასრიალება, მაგრამ იმდენად ჩართული ვიყავი და იმდენად ემოციურად გზნობდი. ქართულ ხალხს გოლის მოვხდი ამისთვის, იმიტომ რომ ემოციები ვერ გავაკონტროლე და რა ვიცი, მე გამახსენდა უკვე რაც ხდებოდა და ძალიან ვინერვიული ამ ყველაფერზე და რა ვიცი, ძალიან მიჭირს ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ რა ვიცი, ჩვენი სულიერი მამა იყო და ვერ ვიტყვი რა. ამაზე გავჩერდით და No, that's one quick one. Just we have to go. Just finish. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ლოგი ლონდონიდან დასრულებულია. PSG შემდეგ ეტაპზეა. ისმინეთ ხუჩა კვარაცხელიას კომენტარით, რომელიც ძალიან ემოციური იყო. კიდევ უფრო ემოციური იყო ადგილზე ჩემთვის. როცა ახლა ვერ შეიკავა ემოციები და თქვენც ნახეთ სიმართლე სხვა მოლოდინი მქონდა როცა აქ მოვდიოდი. მინდოდა რომ ჯეროდა რომ გავიდოდა PSG და მინდოდა რომ რაც მაგარი მხიარული ლოგი გამოსულიყო და საბოლოოდ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ბოდიშ გიხდით რომ ემოციების გარეშე ვიყავი და ალბათ რავი ესეც სხვანაირად ვერც იქნებოდა გამორიცხული იყო. გისაუცამძრებ თელ საქართველოს ილია მეორის გარდაცვალებას ამ დიდ ტრაგედიას ძიმე დღეს და ღმერთმა მოგვწეს ძალა რომ
ეს მომენტი არ ვიცი და არ ვიცი მაპატიით ლაპარაკობ. მადლობა ვინც გიყურეთ და გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. ბოდიშით კიდევ ერთხელ.